გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიის კურსდამთავრებულები თბილისში შეიკრიბნენ. FBI-ის უმაღლესი სასწავლებლის ყოველწლიური კონფერენცია პირველად იმართება საქართველოში. ქართველ კურსდამთავრებულებთან ერთად შეხვედრას 27 ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდები ესწრებიან. კონფერენციაზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტიც ნათია ტრაპაიძე. ნათია, როდის გადაწყდა, რომ ეს ყოველწლიური შეხვედრა თბილისში უნდა გამართულიყო? როგორც ჩვენ გავარკვეთ, დაახლოებით 9 წლის წინ გადაწყდა, რომ FBI-ის აკადემიის კურსდამთავრებულების რიგით 29 სესიის მასპინძელი იქნებოდა თბილისი. კონკრეტულად რა კრიტერიუმებით შეირჩა საქართველოს დედაქალაქი ამ კონფერენციის გასამართად უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ FBI-ის ხელმძღვანელობამ საკმაოდ დიდი ნდობა გამოუცხადა საქართველოს, რადგან ეს კონფერენცია ტარდება აქ. 200-ზე მეტი დელეგატი ესწრება ის ადამიანები, რომლებმაც დაამთავრეს, გაიარეს სამთვიანი გადამზადების კურსი FBI-ის აკადემიაში. ესენი არიან ამერიკიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სამართალდამცველები. ამ სესიას ესწრება თავად FBI-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილეც. ზოგადად აქ ყველა საუბრობს იმაზე, რომ საკმაოდ შედეგიანი რეფორმები გატარდა საქართველოს სამართალდამცავ უწყებებში, რადგან ეს კარგად ჩანს ერთი შეხედვითაც ისინი უკვე იმყოფებოდნენ პოლიციის აკადემიაში, სადაც გაეცნენ თუ როგორ ხდება პოლიციის მომზადება საქართველოში. ინსტრუქციები შეეხება იმ საკითხებს, რომელიც მიგვაჩნია, რომ აუცილებელია განხორციელდეს ევროპასა და ევროაზიის სივრცეში. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი დაეხმარება კონფერენციის მონაწილეებს. როგორც ცნობილია, საქართველოს შესანიშნავი მოდელია როგორც პოლიციის რეფორმის, ასევე სისტემურ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ეს არის მიზანი, რომელსაც ვიზიარებდა შეერთებული შტატების საელჩოს და ხელისუფლებაც სიამაყით უჭერს მხარს საქართველოს. თბილისში იწყება დიდი საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც აწყობს გამოძიების ფედერალური ბიურო, რომელსაც ყავს 200-მდე მონაწილე მთელი ევროპიდან. და ბევრ თემაზე იქნება საუბარი, მთავარი იქნება საქართველოს გამოცდილების გაზიარება, კორუფციასთან ბრძოლის და სტრუქტურული რეფორმების დასაწყისში. და ჩვენ დამოხმარებული ვართ, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო სწორედ თბილისში შეარჩია ამგვარი კონფერენციის ჩასატარებლად. უწყებაში გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით სპეციალური მოხსენება ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ამ წუთებში საკუთარი მოხსენებით გამოდის იუსტიციის მინისტრის მოადგილე და FBI-ის წარმომადგენლები ხვალ შეხვდებიან იუსტიციის მინისტრს. 5 დღეანია ეს კონფერენცია და ამ ხნის განმავლობაში დელეგატები გაეცნობიან საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს.